გამარჯობათ, მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომა. Quorum-ი გვაქვს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 3 საკითხი. გთხოვთ დამიდასტუროთ აღნიშნული დღის წესრიგი. პირველ საკითხად ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა. და მე გთავაზობთ ჩვენი ოპოზიციიდან წარმომადგენლის ბატონი ვიქტორ ჯაფარიძის კანდიდატურას აღნიშნულ თანამდებობაზე. გთხოვთ დამიდასტუროთ. ერთხმად მიღებულია. ძალიან დიდი მადლობა. მეორე საკითხად გვაქვს ჩვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. აღნიშნული გეგმა დარიგებული იქნა, გაცნობილი ხარ თითოეული თქვენთაგანი და თუ რამე შენიშვნები არ აქვს, გთხოვთ გასწორს. გთხოვთ მეორე საკითხის დამტკიცებას. მადლობა. კი ბატონო. მესამე საკითხად გვაქვს ჩვენ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოქმნილი საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ ადმინისტრაციული შეთანხმება, რომელზედაც მომხსენებლად მოწვეული ყავს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ გიორგაძე და გთხოვთ ბატონი გრიგოლ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ ადმინისტრაციულ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება იდება ნატოსა და საქართველოს შორის 1994 წლის 12 დეკემბერს ხელმოწერილი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მისი იმპლემენტაციის მიზნით. დღემდე არსებული მდგომარეობით ზემოხსენებული შეთანხმების იმპლემენტაცია და მის ფარგლებში საქართველოსა და ნატოს შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა ხდება მხარეთა შიდა რეგულაციებით, კერძოდ საქართველოში სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონისთა და შესაბამისი მთავრობის დადგენილებებით, ხოლო ნატოს მხრიდან შიდა რეგულაციებითა და დირექტივებით. ადმინისტრაციული შეთანხმების დადებით უკვე საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსის მქონე დოკუმენტით ორფრივად განესაზღვრება მხარეთა უფლებამოვალეობები კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის კუთხით. ადმინისტრაციული შეთანხმება გავრცელდება მხარეთა შორის გაცვლილ ნებისმიერ კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე, სრულიად საიდუმლო კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის ჩათვლით. შეთანხმება დაარეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეების შესაბამისობა და მარკირება, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციაზე დაშვების მისანიჭებლად გასათვალისწინებელი კრიტერიუმები, კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის ადგილებისა და დაცვის უსაფრთხოების სტანდარტები, რეგისტრის სისტემა, ასევე ვიზიტების განხორციელების პროცედურები და სხვა. ადმინისტრაციული შეთანხმების განხორციელებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ უსაფრთხოების ორგანოებად ნატოს მხრიდან განესაზღვრება ნატოს უსაფრთხოების ოფისი, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ ადმინისტრაციული შეთანხმების დადება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების გაძლიერებას. ეს იყო მოკლე ინფორმაცია, თუ კითხვები გაქვთ, მზად ვარ უპასუხო. მადლობა, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია წარმოქმნილი რატიფიცირებისთვის. კითხვები თუ გაქვთ კომიტეტის წევრებს, გთხოვთ. კარგით. ხო, მაშინ კომიტეტის წევრებს რომ აღნიშნულ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭიროთ. მადლობა. თუ სხვა საკითხები არ გვაქვს, კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობა.